მოგესალმებით. დღეს თემა იქნება კვებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმ სივრცეში, სადაც მე გადავედი. იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ დაკავშირებულია კვებასთან, კვების ეგრეგორთან, მათთვისაც საინტერესო იქნება მოსმენა. რა იხსნება მაშინ, როცა გაცნობიერებაში შედიხარ? მე შემოვედი სულიერებაში კარმული ურთიერთობის დასრულებით. აღმოჩნდა სრულიად სხვა სამყაროში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში უკვე ვიმყოფებოდი ამ რეალობაში, ფიზიკურადაც, იყო ბევრი ნიუანსი ამ გადმოსახედიდან, ეხლა როგორც ხედავ, ყველაფერს ხედავ რა ხდებოდა და რომელი ნაბიჯის მერე რა შეიძლებოდა ყოფილიყო. რადგან მე შემოქმედი ადამიანი ვარ, ვხატავ და ქმნი ხელით რაღაც ნიმუშებს, დიდი ხანი შევინარჩუნე ეს მდგომარეობა. მერე მოხდა ისე, რომ დავიწიე ჩემი თავი და აღმოჩნდი უფრო დაბალ სივრცეში, 3D-ში, სადაც ფაქტიურად ბევრი წლები გავატარე. იქაც კი ვცდილობდი გავქცეოდი 3D ურთიერთობებს, საზოგადოებრივ ფორმატს. ჩავკეტე საკუთარი თავი მაქსიმალურად. გამოვკეტე შევსხუდე ურთიერთობების საჭიროებების გარდა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ გონება მაქსიმალურად სუფთა უნდა შემენარჩუნებინა და როცა მოვიდა დრო ჩემი გამოსვლის იმ ჯორღმულიდან, გამოვედი. მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანს, ვინც ამდენი წელი ჩემს გვერდით იყო, ვისაც ასე ვთქვათ თავი შევაფარე, რომ ამ წუთამდე მოვსულიყავი. ამ ურთიერთობის დასრულებამ გარდაუვალი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა დასრულებულიყო. უსურვებ ბედნიერებას, უფლის პოვნას და მადლობა კიდევ ერთხელ. ხმაზე მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. გარიაევის ექსპერიმენტს გადავაწყდი. ყველამ კარგად იცის, რომ დნმ-ის უჯრედი შედგება მეტყველი კოგნიტური ფუნქციისგან. ეს ნიშნავს, რომ სმენითი ტალღებით მას შეუძლია შეცვლა. ასევე ის გამოიყურება დაახლოებით როგორც ინი და იანი, მისი ერთი ნახევარი სავსეა ინფორმაციით, მეორე ცარიელია და როცა ჩვენ ვშლით ძველ ინფორმაციას, უბრალოდ ფოკუსირებას არ ვაკეთებთ ძველ ინფორმაციაზე. ფსიქოლოგიურად რომ ვთქვათ, ნეიროფსიქოლოგი იტყოდა, არ ვაძლევთ ძველ ნეირონულ კავშირებს გაძლიერების საშუალებას. ყველა ხომ სხვადასხვანაირად ვხედავთ სამყაროს, ზოგი როგორ გებულობს, ზოგი როგორ ღებულობს. როცა ფოკუსირდებით ახალზე, ვიგონებთ ახალს, ინფორმაცია იწერება დნმ-ის მეორე ნაწილში. თვითონ დნმ-ის უჯრედი არის პატარა ნაწილი, რომელიც არის არა მარტო სხეულში, არამედ სივრცეში, ჩვენს აურაში, ტოროიდულ ველში, ვინ როგორც აღიქვამს. პრინციპში ეს უჯრედი ჩვენ მოყვება და შეგვიძლია გადავწეროთ ჩვენი განზრახვის ძალით, ჩვენი შინაგანი ბირთვის ძალით. სანამ მუშაობს პროგრამა, ეს ასე ვთქვათ კოლოფი, რომელიც დაკეტილია, ის უნდა გავხსნათ, წავშალოთ და მერე ჩავწეროთ ახალი. როგორ წავშალოთ? ის საკმაოდ ძლიერია. იკვებება ენერგიით, როგორ მას მივაქცევთ თუ არა ყურადღებას, გავიფიქრებთ თუ არა მასზე, მას ვკვებავთ ენერგიით და ვააქტიურებთ. ამაში რო ჩავიხედე და დავიწყე ქექვა და გააზრება, რა თქმა უნდა, აქ დამეხმარა ტვინი, რომლის გამორთვაც სულ მინდოდა. ეს ახალი თამაშია, ასე ვთქვათ, და ეს ამ ახალ თამაში თუ თამაშობ და მე ჯერ ვთამაშობ, თუნდაც 4D-ში, მე ვთამაშობ და მომწონს ჯერჯერობით იმის გაცნობიერება, როგორ ხდება ეს. თამაშიდან გამოსვლას ყოველთვის მოვასწრებ. მით უმეტეს ვისწავლე გაცნობიერების დონეზე
სიზმარში რეაგირება, როგორც მე მინდა. და ჩაძინების დროს აქ მინდა ერთი პატარა პრაქტიკა გითხრათ, რომელსაც მე ყოველდღე ვაკეთებ. ანუ ჩაძინებამდე გადავხედავ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში რა ხდებოდა, ანუ უკნიდან ვიწყებ, ანუ საღამოდან, ბოლო წუთიდან, პირველ წუთამდე, როდესაც გავიღვიძე და იმ თუ რამე არასასიამოვნო მოხდა, იმას ვანაცვლებ სასიამოვნო მოვლენით. ანუ იგივე სცენარს ვცვლი სასიამოვნო თუ რამე არასასიამოვნო მოხდა და ასე ვიცინებ და სიზმარში შესაბამისად სასიამოვნო მოვლენებს ვხედავ. ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ თვითონ მოვლენები, ანუ მოვლენას, რომელსაც დღეს ცვლი, ის მომავალში კარგი გზით მიდის. ანუ წარსულის მომენტებით შეგიძლია შეცვალო ეს სცენარები და წარსულში როცა შეცვლი, ის ახლანდელ დროში და მომავალ დროშიც, ანუ მისი შედეგი იქნება კარგი. ეს ერთ-ერთი მეთოდია პროგრამების წაშლის. ხო და ძალიან მინდა ყველა პროგრამა, აბსოლუტურად ყველაფერი გამოვასწორო, წავშალო, რაც წასაშლელია, ალბათ უმრავლესობა უკვე წაშლილი მაქვს, რომ მეტი აღარ განმეორდეს. ვითამაშო ბოლომდე და მორჩეს და გამოვიდე. ჯერ თამაშობ და სანამ თამაშობ, მოვედი კვების თემამდე. ყველამ ვიცით ჯანსაღი კვების და პროდუქტების შესახებ. არასდროს მიყვარდა ხორცეული ბურგერები და ესე ვთქვათ, გარე დამზადებული პროდუქტები. მიყვარდა ყოველთვის ტკბილეულობა და რძის ნაწარმი. არც ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარდა არასდროს. პირველი რითაც დავიწყე, სიგარეტს დავანებე თავი. მერე კვებაზე გადავედი. ტკბილი ამოვიღე. გადავედი სრულად ხილზე, ბოსტნეულზე, თხილეულზე და ჩირეულზე. ბოლოს ამოვიღე ყველი, რომელსაც ძალიან იშვიათად მივირთმევ. ამას ვაკეთებ დაახლოებით 1 წელია. ორგანიზმი გახდა ძალიან გრძნობიარე პროდუქტების მიმართ. თვითონ მკარნახობს რა უნდა, როდის უნდა, ძალიან გრძნობ სუბუქად თავს. როგორც ორგანიზმი, ასევე გონებაც. ანუ აღარ არის ხმაური და ფიქრების შემოტევები. ყველა პროდუქტს თავისი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად გონებაზეც მოქმედებს. ფიქრისგან კიდევ იქმნება სამყარო. ახლა როცა რამეს მივირთმევ, ვამბობ, რომ ეს ჩემს ორგანიზმს აამებს. განვაწყობ თავს, რომ ეს კურნავს ჩემს სხეულს. მივირთმევ სიამოვნებით და ჩემთვის სასარგებლოდ. ანუ პირველი რაც უნდა ვქნათ, ეს არის ის, რომ უნდა მოვიშოროთ ეს ჩაციკლები დიეტებზე, ახლა ცილები უნდა მივირთვა, ახლა ნახშირწყლები უნდა მივირთვა, კალორიები დავითვალო. ეს ყველაფერი მოვიშორე და რაც მთავარია, გავიგე, რომელი პროდუქტი არ სიამოვნებს ორგანიზმს, დღის რომელ მონაკვეთში არ სიამოვნებს. ახლა ვარ იმ ეტაპზე, რომ ჩაშვებული მაქვს გაჯანსაღების პროცესი ორგანიზმში, უჯრედების გაახალგაზრდავება, ენერგიით შევსება. კვება აქ რა თქმა უნდა ღებულობს მონაწილეობას. ეს ერთი ნაბიჯი იყო კიდევ იმისკენ, რომ უფრო უკეთესად გამეცნო ჩემი ორგანიზმი და სხეულის გრძნობელობა. მე მიყვარს ჩემი გზა ისე როგორც არასდროს.